თბილისის, ანუ საქართველოს დედაქალაქის ფართობი 502 კვადრატული კილომეტრია. და 2023 წლის 9 თვის მონაცემებით ამ 502 კვადრატულ კილომეტრში 619,009 ავტომობილია რეგისტრირებული. ეს არ ნიშნავს, რომ ამდენიმე ავტომობილი ყოველდღურად გადაადგილდება, თუმცა არც ბევრი აკლია. საერთო ჯამში 2023 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1,647,629 ერთეულია და ის 84,464-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უკვე გითხარით რა რაოდენობის ავტომობილები დადის თბილისში, თუმცა გეტყვით, რომ ეს რაოდენობა საერთო მაჩვენებლის 37,5%-ია. მეორე ადგილზე მყოფ იმერეთს კი უსწრებთ 405,057 ავტომობილი. შესაბამისად, ყველაზე დიდი რეგიონი მეორე, სადაც ყველაზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული იმერეთია და იქ რეგისტრირებული ავტომანქანების რაოდენობა 213,959-ია. დანარჩენი რეგიონების მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება. Sakstats ახალი პორტალი აქვს Automobil Geostat.g, სადაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია თავმოყრილი მათ შორის საქართველოში რეგისტრირებული მანქანების ტოპ 5-ეულის შედგენა შეიძლება. ჯერ ხალხს ვკითხოთ, მათი აღქმით, რომელი ავტომობილია ყველაზე მეტი ჩვენს ქვეყანაში? BMW, Mercedes, Prius-ის ახალი მოდელი არის, 2023 წლის მოდელი, Lexus და Ford. Toyota Camry, Toyota Prius, Mercedes E-კლასი. შესაძლოა. კიდე Fiat აბარცევია ძალიან ბევრი. იმიტომ რომ კომფორტული არის ქალაქში შესაძლოა და Honda Fit-ები არის ძალიან ბევრი კიდე საქართველოში. Mercedes E-კლასი, BMW, მესამე სერია, Toyota Prius, Toyota Aqua და Saporojets. Toyota იქნება ალბათ. Ну, შემდეგ BMW, ну, Mercedes-ის ბევრი ნახე, Volkswagen-ი. მეხუთე არის მეხუთე ხარ მიჭირდება. Ну, საბჭოთა ოლგები ნახე, კახეთში ვიყავეს. დიდი კლიშებით გაკეთებული. სასწაულია. და როგორია რეალური სურათი? ანუ ტოპ 5 რეგისტრირებული ავტომობილი საქართველოში აქ შედის როგორც სამგზავრო, ასევე მსუბუქი ავტომობილების რეიტინგი. პირველ ადგილზე ამ შემთხვევაში არის Ford Transit, რომელიც 49,177 ერთეულია რეგისტრირებული. მეორე ადგილზეა Toyota Prius, 45,627 ერთეულით. მესამე ადგილზეა Opel Astra, 27,128 ერთეულით და მეოთხე ადგილი, რატომაც თბილისის ავტომუზეუმში ვართ, მადლობა მათ სხვათა შორის ამ სივრცისთვის. მეოთხე ადგილზე არის VAZ 2106, ანუ 06, 23,105 რეგისტრაციით. ეს არ ნიშნავს, რომ 23,105-ვე ავტომობილი გადაადგილდება გზებზე, თუმცა რეგისტრაციით ის საპატიო მეოთხე ადგილს ეკავებს და ბოლო მეხუთე ადგილოსანი ამ შემთხვევაში არის Honda Fit 22,861 ეგზემპლარით.